აზროვნებით ახლა გადახედეთ ქალს თქვენ რო ნაფიქრებთ ერთი 5 ჯერ წინა აქ ნაფიქრი რა უნდა გააკეთოს რა კარგი თემას განიხილავ ანუ არა ლოგიკურად ვიმშალოთ ანუ ხო მართლა ეგრეა მაგიტო იყო რომ იწალებოდიო რაზე ვიწალებოდი და აქ ბევრი ბავშვი გეყურეს კორექტულობა კაი იქნებოდაო ციკლაური მომისმენა ბავშვები რომ იყურებენ მაგ ბავშვებმაც უნდა იცოდნენ საერთოდ ყველაფერი რეალურად თუნდაც სექსუალური კავშირი რა ანუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ოღონდ ეგ განათლება უნდა მიიღოს სკოლაში და მე მაგალითად მაგის მოწინააღმდეგე არ ვექნები ანუ პირიქით ბავშვებმა პატარა ასაკიდან ოღონდ როგორც შეეფერება განათლებულად ანუ უნდა შეისწავლოს იმიტომ რომ მე მაგალითად აი ქალურ რაღაცებზე ბევრი რაღაც არ ვიცოდი ჩემს მეზობელს რო არ აიხსნა დედა ჩემის არ მიყვებოდა დაჟე და ეგ საჭირო არის ხალხო შეხვერგებოდა ანუ სკოლაში მაგ თემას მაზავენ მასწავლებელი ახტებ მაგ გაკვეთილს ხო და ძალიან ცუდი არის რომ ძალიან ბევრი რაღაც არ ვიცით ზოგადად ან ჩვენ შინაგან ანუ ვიზუალზე ანუ არაფერი არ ვიცით რის განსხვავებით და მე ერთმანეთს დაერიონ ბავშვები ანუ ვერ გამიგეთ რა ახსენი ხა ვიძადრ ხაისტრუზი და მატრა აი მე ეს რა საყვარელი იყო მე გატყივა კიდე თუ ამზადებ საკუთარ თავს ამ ყოვრის სულსა მეძავი ხარ სხვა რაფერო დედაშენია მეძავი და დედაშენის სახელს მე ნუ მეძახი მერცმა დამიფაროს მსგავსი რაღაცაები და ამ სააღდგომოდ ნუ გინებინებთ თავს დებილებო ხალხო მე ნახე იმას კი არ ვამბობ რომ აი შენ ანუ ორგანიზმებზე შენს ასე რომ თქვა რაღაც აი სექსუალური კავშირი ანუ სექსუალური კავშირი იმას კი არ ნიშნავს რომ ანუ პირდაპირ უნდა აჩვენოთ ყველაფერი უნდა იცოდნენ და აზრზე იყვნენ მაგ ყველაფერს ანუ მე მაგას ვსვენი თორე ან ბავშვი 8 წლის და 9 წლის ბავშვი მაგას ვერ ასწავლე ანუ მაგ წლოვანებასაც უნდა გქონდეს ხვდები ხო საბეთ რასაც გქონდა დღეს მაგარი ჩალი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 ჩaლი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 ჩaලිჩaლიჩaලි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 ჩaலி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 ჩaলি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 
აქედან უნდა დაიწყოს მაგის ანუ სად არის ის არა სად რა ორგანიზმი გაქვს ეს რას ნიშნავს და შიგნითაც და გარეთანაც ანუ უნდა იცოდეთ აგებულება თქვენი სხეულის და ასე შემდეგ ანუ ხო ხვდებით ხა რასაც გულის ხო ორივე უნდა იყოს აზრზე გოგოს და ბიჭიც მე პირადად ძალიან ანუ წინს რომ ჩემს შინაგან ორგანიზმზე ბევრი რაღაცები არ ვიცი რომ მაგას არ მასწავლებდნენ უაზრობას ლაპარაკობს ბებიაშენლაში გააჯვი ხა აქედან დებილო სკოლაში სამასწავლო სხვა რამებს ასწავლის იგივე გაკვეთილებაც ბიოლოგიაში არ არის ყველაფერი ბიოლოგიაში დაჟე იცი როგორ გვეცინებოდა ხოლმე რაღაცა ეგეც რო ახსენებდა აი და სექსუალური რაღაცა კავშირი თუ რაღაცა იქნებოდა აი მენსტრუაცია თუნდაც ასე შემდეგ აი ქალური უკვე ჩამოყალიბება მომწიფება და ასე შემდეგ აი მაგ ყველაფერს რო დაიწყდა ასე ჩვენ დებლები ვიცინოდით იმიტომ რომ ჩვენთვის იყო სასაცილო თემა და სირცხვილი ანუ გვეცინებოდა თან გწვენოდა და ეგ არ უნდა იყოს თქო მაგას ხსნი რა ლამაზ ხრები გაქო რომ დრაიზო არ მუშავებ დრაი დებილებო მაღაზიაში რა აგერა რა აფხელა ისა ბოქსეურს წენის გავაჭერნებ ნუ და რა შვავე შაღროთ ჩვენთან მასწავლებლები ვინა იკიდებენ მაგ ანუ ხო და მაგას უნდა ისწავლებოდეს თქო მაგას თუნდაც ბიოლოგიაშიც უნდა იხსნებოდეს ეგ ყველაფერი ეგ რო იცოდნენ ანატომია უნდა ესწავლოთ მაგრამ სკოლიდან რომ მოდიოდნენ იგივეს ბრალი ანუ მიდიოდნენ ხო მაგას ვამბობ საბანუკი სალი შენ არ გკოცნი არის ბიოლოგიის წიგნებში განხილულ მენსტრუაციას და ორივე ქესის სასქესო ორგანოები ვისწავლეთო ანუ ნახე შეიძლება ანუ რაღაცები ვიცით მაგრამ აი მე პირადად აი ეგეთ რაღაცას რო დაიწყდა ჩემი მასწავლებელი ახსნა ჩვენ ვიცინოდით და მე წვიტავდა თვითონ თხენოდა ხვდები ანუ ჩვენ სირცხველი იყო ეხა ეგ ყველაფრის ახსნა ანუ ეგრე გვეგონა და რეალურად არ არის სირცხველი ყველაფერი უნდა ვიცოდეთ თავის დროზე გეტყობა რომ ნასწავლი ხარ რომ ნასწავლი არ ვარ ეხლა აი გორას მესამე საბერძნეთიდან ისვენებ ბაჩო ვისვენებ წამოსამძვრდან ნარნარობს აღშერაშვებ როგორ ხარ ვიცი როზის წამოხვედი ეხა ხო იცი არასდროს გაკოცებ არასდროს გაკოცებ რა სიკვდილადნეს ჩემი ტოლა შვილები ყავს შენი კოზნა ხო და აი ეხა მე პირადად ადრე თოვებდნენ მაგ მასალებს და თვალს ხუჭავდნენ ანუ ხო მაგას ვამბობ ჩვენთანაც რო ხსნენ ჩვენც ვიცი ანუ ხო მაგას ვამბობ ზუსტად აი ეხა მე მაგალითად ვიყავი რამდენი წლის რო გავიგე სიტყვა მენსტრუაცია რას ნიშნავდა 12 წლის თუ 10 წლის ან ნადრევად ამის ჩანელზე დამაფოლო 12 წელს მქონდა ბოლოს. ხაი მართლა 5
15 კი არა 12 წლის ვიყავი ჩემ მეზობელი ხო იცი პატარა რუსიკო თუ გაგიგიათ რა პატარო არის დანტესი რო ვიდეოებს უყევს მაგი არიან ჩემი ნათესავები ანუ ხო ხვდებით რასაც ვამბობ დანტეს ხო იცით ვიდეოებს როგორც პატარა არის რა ანუ დიდი ასაკის და პატარა რო არის უეჭველი გეცოდინებათ მოიცა რამეს როცა და ანუ ხსნი რაღაცას ერთი წუთით რა კი ვიცით ხო ეგ არის ანუ პატას და არის ჩემი ნათლია რა და ნუ ოჯახები ჯანილიძეები ვარ და რაღაცა ნუ ხო კი ვიცით ხო და ძალიან ისე ანუ ახლობლები და ნათესავები და შემდეგ და ნუ მოდის ერთხელ რუსიკო და ამბობს რაღაცას რომ აუცილებლად ბავშვმა უნდა იცო ნუ ჩემ დედაჩემს ვამბობ რომ ბავშვმა რატო არ იცისო ნუ ამის შესახებ რაღაც თემას მოყვა არ ვიცი რა თემა იყო რაღაცის მოყვა და 12 წლის ვარ და ანუ ესე ამიხსნეს რომ რატო არა უხსნაო ჯერ ბავშვია სტრესში ჩავარდებაო დედაჩემი ამბობს და აი რა შულო კარგა აუ ციკლაურ მოდი იდი ნახო იქენი რა ანუ რა სისულელეს მეუნები ხოდა დამიწყო ახსნა აი როგორი მოდიოდა აი რა უნდა გაგეკეთებინა მაგ დროს ასე შემდეგ და აი რო დავინახე უკვე რომ ეგ პერიოდი დაიწყო ჩემ ცხოვრებაში და უკვე ვიცოდი რომ უკვე აი ესე ვთქვა ორგანიზმი იწყებდა დამწიფებას როგორც ვეძახით აუ კარგით რა ეგეთ უზრდელ კომენტარებს რატომ მიწერთ ხალხო თოლორდავა თან დაფოლოვებული ყვა შენ თოლორდავა და შევეცი რატომ აკნებინებთ და დებილებო ერთ შეგეთხო მაგ სერიოზულად აღარ ოღონდ ცუდი კომენტარი არ დაწერო კაი არა რა არ მინდა შეგინებო თავი დამანებად ხო და რო დაიწყო ესე რომ შინაგანად მომწიფება და უკვე მივხვდი რომ აი ეგ პერიოდი პროცესი უკვე 12-13 წლის ასაკში დამიწყო ეგ პროცესი ძალიან შემეშინა თავიდან მართლა ძალიან შემეშინდა ეხლა გოგოები თქვენ გასაგონად ვამბობ რა რეალურად ბიჭები დებილები არიან მე მწვავიან ხო და სექსი ქონია რამდენად ცუდი ზვინ თუ არასდროს არ მქონია რატო ცუდი კითხვა რატო არ მქონია და აუცილებლად ვიტყოდი მარტო დედას გებიცავით ხო და რას ვამბობ კიდე იმიტომ რომ სექსი არ არის ერთწოლე და არ უნდა გიტყდებოდეთ რა პრობლემა არის მე თვითონ ვიტყოდი მაგრამ არ მქონია და რა გავაკეთო ხო და რა დამაწადე ლაპარაკ დებილებო თორე დაგიმიუთებ კომენტარებს ყველა შანსი არა ანუ მე გეუბნებით და ღმერთი არის მოწმე კიდე ზემოდან და დალში არაფერს ხო და აი რო დავამთავრეთ ანუ კაი დავამთავრეთ პროცესი ახლა მართადეთ ლაპარაკი საბუთო ჩვენე პოეჭველი არ ვიცი რა ფერ დაგემტკიცოთ გავედით თუ არა გავსვით იყავი მე თან შესიცლეს უფრო მეცნება 13 წლის პერიოდი გავიქ ხო პერიოდი არა მენსტრუაცია ზრდილობია იყავი ცოტა ხანი ნუ ჩემი აზრით მაინც ლაივები ამ პონჩი ვამბობ ლაივ რო იყო რა არის მთხენი ამაზე ლაპარაკო და მაგი გამითხდება მე დებილს ხო და მოკლედ 12 წლის ასაკში რო დამეწყო ეგ რაღაცა და მივხვდი რომ უკვე ესე ეგ რაღაცა ცვლილება იწყებოდა ჩემს ორგანიზმში და ესე რომ ვთქვა მიმწიწებოდა ესე რომ ვთქვა ორგანიზმი და უკვე დიდი ქალები ყავი ესე მეგონა яу кай да шамайда мозгарки რა ხო და ну დავინახე ესე ну როგორც ვიცით გოგოებო თქვენ შეგეცოდინებათ ეგეთ რაღაცა რომ აი თუ ეგ რაღაცა როცა მოგდის ან უნდა გადმოხტე საფეხური და რომ აი ზუსტად იმდენი დღე გქონდეს რამდენი საჭირო ეგ გოგო მოყევთ უყვებ და მე კიდე გადმოხტე მეორე იმიდან მესამე იმიდან კიბედან და 2-3 დღე არის ჩემი ასე რომ ვთქვათ დასრულების პერიოდი და ესა და ამგვარად არის ხალხო და მოკლედ იმას გეუბნებით რომ ყველაფერი უნდა იცოდეთ რომ მე არ შეშინეთ ამ ყველაფერს და მზად იყოთ ყველაფერისთვის გეიგონეთ და იგი სირცხვილი არაა აურასყვები ანუ სირცხვილი არ არის ხალხო ეს გოგოებს უყვებით რომ თქვენ რატომ ისმენთ ერთ ბიჭები საინტერესოა გზა გებიკებთ ხო და ანუ მე არ მიტყდება ეგ თემას ლაპარაკს რა პრობლემა არის ანუ და რო გავბრაზდო ვერ ბრაზდები ანუ ცუდად დავარ ფუშე ბიჭო კი არ მეხარ ბრაზდები მოხდებოდა ნუ ხალხო 150-მა კაცმა
ჩვეულებრივად სხვისი კუტუ ნახეთ. არ მინახე პორნოები ყველა გვიყურებია, მეც მიყურებია, მაგრამ ეგ რა იყო? ეგ მაგას დავადებ კუტუაკ. რა მახინჯი რამე იყო? კაციც რომ ამაზე თქოს რა მახინჯი რამე იყო? всё, კაი, აუ ხალხო რა, სერცხელია. ან ჩემ ლაივში ეგეთ რაღაცაები აღარ ქნათ რა. ფუშენი რა არის? სველის ეფექტი ქონდა რაღაცა. მაგისთან ავანტყობს. ან ჩაულებრივად მართლა აი კეთახები ქალბატონო. მე ხარ შოკირებული ვარ, ვიცი, ანუ არ მოხდა არაფერი თუ გონია. აი ბაზისელო და ხარი ხوار გეჟლე. მორჯი რა მოიყვანო ხალხი. აუ რამდენი რა მომიყვანე ესეთ რაღაც არ უცარ გადამხსენია. აუ ამ ისტორიას მოყვები ხოლმე. რა მოხდა ჩემ ლაივში? აღარ წვიმს ხომ აქეთ? აღარ წევს და აგანი აღარ წვიმს, არ არის სისველი. ეთქობა კეცყანიად გადაშიგო. კაცობა და შალი. ფუ, გაიდრე დებილებო. საცხორ ქუთაისში. ეხლა კინაღამ გაწვიმდა. მაინც იქით მიხაზნო. ვახრას არ გეიგებო, მაგრამ ეს საჭმელია. ლაივში ჩემთან შენ აზე არ ახარ. მადლობა თვალის მაგერთან შემევიდა. ჩავთე, ჩართვა უნდა და ჩართო თვალი. კუტუ ამე იყო. და დიწყო ძრევა. წითელი კუტუ და სველი კუტუ იყო. დედას გებიძები თუ იტყუებოდა და გავთიშე სიმწრის იცლი ამიტყვა. დედას გებიძები ტელეფონს ვერ შვებოდი რომ მეთქი გართიშედეს. ვერ შვებო ტელეფონთან, ვერ ვუყურებდი, ცუდად გავხდე. WhatsApp წამიანად მოუკარი მაგიჯაში. დედას გებიძები ცუდად გავხდე. ასეთი რამე უნდა იკადრო. ანუ ვერ გავიგე მაგას ვამბობ, ანუ ცუდადავა. გიორგი რა მოხდა შენ, ანუ ვერ წარმოგიდგენ ახლა რას განვიცდი? ეს გაუძღვარი ფალი. და წითელი ფერის იყო რაღაცა დაფალი. ფუ, პროსტა. მაიტამეც ჩამწევ რა შეჯარდო გაეტრია ხედა შევარდა მაგასთან ვინც სახლში ყავს ვარ ვილაივი უნდა ამოვიღო და უნდა გაჩვენო პანჯღლიანი იყო არა გაიხება შემდეგ ზღერე ბევრი ვინმე გეკისრებს კიდე დაიმაღსოვრეო აი ჩემი კაი არა საიზრობა საყვარელია რა არის საყვარელი შენაგავო საყვარლობა კი რა ამას რძენობა იყო რაც მოხდა ჩემთან ლაივში აი ჩემი ფროს მოვიდა ხა არ გაგიზდეთ ჩაგხეჟო აი ვიარა რა შოკი ჩავაკრო არც შეგაში აი ხალხარ ვიცი ეს იყო საზიზღრობა აი